კი პროგნოზი და დაცვა. მეცნიერებათა ეროვნული აკადემია რიგით მერვე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. თბილისში 15-მდე ქვეყნის 150-მდე მეცნიერისგან, ექსპერტისა და სპეციალისტისგან შემდგარი დელეგაცია იმყოფება. კონფერენციის მთავარი მიზანია გამოცდილების გაზიარება, უახლესი მეთოდებისა და ტექნოლოგიურ სიახლეების განხილვა, რომლებიც ბუნებრივი კატასტროფების, მათ შორის ზღვარცოფული პროცესების პროგნოზისა და პრევენციის მიმართულებით გამოიყენება. საერთაშორისო კონფერენცია 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მოიცავს როგორც თეორიულ სესიებს, ისე საველე სამუშაოს. ამ კონფერენციის მიზანი არის ინოვაციური მეცნიერების დამუშავება, სრულყოფა, მონიტორინგი, რისკების შემცირება და გარემოსდამცავი ნაგებობების საიმედოობის ზრდა. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობს 13-ზე მეტი ქვეყანა, 120-ზე მეტი მონაწილე. საქართველოს წარმოადგენს ქვეყანას, რომელიც ექვემდებარება აი ამ პრობლემებს, კერძოდ ზღვარცოფებისას განსაკუთრებით და ასევე სხვადასხვა კატასტროფებისასაც. უკვე რამდენიმე წელს ზედიზედ ხდებოდა ეს და თქვენ იცით, რომ 2 წლის წინ ჩვენ ფაქტობრივად დავკარგეთ ესეთი კორპუსი, როგორიც არის შოვი მაგალითად. ეს იყო სწორედ აი ზღვარცოფეთის საშინელი ზღვარცოფის ბრალი. ძალიან მნიშვნელოვანი ეს კონფერენცია, რადგან ის სხვადასხვა მთიანი რეგიონის ხალხს აერთიანებს, რომელთაც საერთო პრობლემა აქვთ. მაგალითად, ავსტრიის ალპებში გვაქვს ზღვარცოფული ნაკადები, რაც საფრთხეს უქმნის ინფრასტრუქტურას და დასახლებებს. მსგავსი პრობლემებია კავკასიონის მთებშიც და სხვაგანაც. ამიტომაც მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება და ერთმანეთისგან სწავლა. აუცილებელია სამეცნიერო ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, უახლესი და თანამედროვე ცნობების გაზიარება, რისკების შემსუბუქების მიზნით. ეთერში რეკლამის შემდეგ რამდენიმე წუთში